ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მსოფლიოში, როდესაც მაღალსართულიანი შენობები თვითმფრინავის შეჯახების შედეგად ჩამოიშალა. მე პირადად წავიკითხე ამ შენობების არქიტექტორთა ანგარიშები, სადაც გარკვევით წერია, რომ შენობებს თვითმფრინავის დაჯახებისთვის უნდა გაეძლოთ. დიახ, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეშვიდე შენობის ჩამოშლის ფაქტია, რომელსაც თვითმფრინავი არც კი დაჯახებია. მართალია, მეშვიდე შენობას თვითმფრინავი არ დაჯახებია, თუმცა ის მაინც ჩამოიშალა. ეს სატელევიზიო კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს. ამ საქმესთან კიდევ ერთხელ ორიოლ პალმერმა მიმაბრუნა, ბატალიონის უფროსმა. თუ შეიძლება მოგვიყევით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ორიოლ პალმერი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული სახანძრო ბატალიონის უფროსი იყო ნიუ-იორკის ისტორიაში, რომელმაც ცეცხლმოკიდებულ შენობაში შესვლისას, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, ლიფტით სარგებლობა გადაწყვიტა მე-40 სართულზე ასასვლელად. როგორც კი ის მე-40 სართულზე ავიდა, თავის თანაშემწეებს რაციით დაუკავშირდა და კონტაქტზე გამოსვლის შესახებ აუწყა ფეხით ყოველი 5 სართულის ასვლის შემდეგ. ეუბნებოდა მის ხელქვეითებს, რომ 50-ე სართულზე ყველაფერი რიგზე იყო. მე-60 სართულზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. საბოლოოდ ის 78 სართულზე ავიდა. ეს ის სართულია, რომელზეც შეჯახება მოხდა და მან ისე მკაფიოდ განაცხადა შემდეგი რამ, როგორც მე ახლა თქვენ გესაუბრებით. ვიცი, ზოგჯერ მეტისმეტად ემოციური ვხდები და ბოდიშს გიხდის შენც და ჩვენს მაყურებლებსაც. მოკლედ ორიოლმა თქვა, ჩვენ 78 სართულზე ვართ, იმ სართულზე, რომელზეც შეჯახება მოხდა. ჩვენ აქ ხანძრის 2 კერა გვაქვს და მათ ჩაქრობას შევძლებთ. ამ გზავნილიდან ერთ წუთში მთელი შენობა ჩამოიშლება. ეს არ არის ნორმალური მოვლენა. ეს არ არის მისაღები, რასაც გვეუბნებიან, ისე არ მომხდარა. ეს ყველაფერი ვიდეო და აუდიო მასალაზე არის აღბეჭდილი. დიახ, ყველაფერი. ამ ფილმის სახელია Bravo 7 და თუ თქვენს მაყურებლებს სურთ მათი ნახვა, მე შემიძლია მოგაწოდოთ ეს მასალა. სრულიად უფასოა. ის ჰოლივუდის გადაღებული არ არის, არამედ ეს პირადად მეხანძრეებმა გააკეთეს. თავადვე ნახავთ, თუ რა სახის კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი მეხანძრეებსა და შტაბს შორის. 78 სართულზე 2 ცეცხლის კერაა, რომლის ჩაქრობაც შეგვიძლია. ორიოლი საერთოდ არ ჩანდა აღელვებული და თავდაჯერებული იყო, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. მან თავად აირბინა 38 სართული. შემდეგ კი მთელი შენობა ინგრევა. ტაკერ, ეს ყველაფერი დიდი ტყუილია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.